სიამოვნებით მოგიყვები ისევ ჩვენი დიდებული მეფეების შესახებ, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ. წარმოიდგინე, რომ დიდი ხნის წინ საქართველოში ცხოვრობდნენ მეფეები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას და ხალხს ძალიან უფრთხილდებოდნენ და უყვარდათ. აი მაგალითად, ფარნავაზი, ის იყო პირველი, ვინც ქართული ანბანი შექმნა. ეს ხომ საოცრებაა, არაა? სწორედ მისი წყალობით შეგვიძლია დღეს წერა კითხვა. მან ასევე გააერთიანა ქართველი ხალხი. შემდეგ მეფეზე გადადი. კარგი, ჩემო პატარა მეგობარო. მოდი, კიდევ ერთ დიდებულ მეფეზე მოგიყვები, რომელიც ძალიან უყვარდა თავის ხალხს. ეს არის ერეკლე მეორე, რომელსაც ხალხი პატარა კახს ეძახდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარას ეძახდნენ, ის ძალიან მამაცი და ჭკვიანი მეფე იყო. ერეკლე მეორეს ძალიან უნდოდა, რომ საქართველო ისეთივე ძლიერი და განვითარებული ყოფილიყო, როგორც ევროპის ქვეყნები. ის ბევრს იბრძოდა. რომელ წელს დაიბადა ერეკლე? ერეკლე მეორე დაიბადა 1720 წელს. წარმოგიდგენია, რა დიდი ხნის წინ იყო ეს. ბუბაბუ არის ხელოვნური ინტელექტიანი სათამაშო, ის ბავშვებს ხელს უწყობს სწავლაში და კრეატივის განვითარებაში. გვეწვიეთ საიტზე bubaboo.g ან თბილისი მოლში მესამე სართულზე ლიფტის მიმდებარედ და ასევე სიტი მოლში მეგატექნიკის მაღაზიაში.